მოკლედ ეგეთი ამბავი არის აქ, მაგრამ ასეთ ამით არ უნდა შევწყვიტოთ ვაზზე ზრუნვა. ეს ზუსტად ამიტომ ვენახში მიმოქვს ნაცარი. ნაცარი, რა თქმა უნდა, ბუნებრივი საშუალებაა პიაშის შესამცირებლად და ნიადაგის, ასე ვთქვათ, დარბილებისთვის, შერბილებისთვის. შესაბამისად, ეს ვაზს ეხმარება უფრო მარტივად განავითაროს ფესვთა სისტემა. გზად მინდა გაჩვენოთ ძველი ქართული მეთოდით გაშენებული ვაზი, კერძოდ სარზიან ჭიგოზე აყვანილი. აგერ რამდენიმე სადემონსტრაციო ნიმუში ვითმოქ და ვინარჩუნებ. გარკვეული წლების მერე, როცა უკვე შტამბი იზრდება, უკვე ვაზს შეუძლია მეტნაკლებად დაეყრდნოს ამ შტამბს. ეხლა ამ შემთხვევაში შტამბი ცოტა გადახრილია და დამატებით სარი შედგმა მაინც გახდა აუცილებელი, მაგრამ სწორი ფორმირების შემთხვევაში დროულად შეგვიძლია, რომ ასეთი ფორმა განვახორციელოთ დამხმარე ჭიგოს ან ბოძის გარეშეც. მოვედით. დათოვლილი ვენახთა, მართალია. პატარა ზომის არის, პატარა ფართობზეა გავრცელებული, მაგრამ ყურადღებას მაინც ვერ მოვაკლებ. შევიტანოთ ნაცარი, დაგემშვიდობებით. ყველას გისურვებთ ხვავს და ბარაქას. გაზაფხულის დადგომასთან ერთად კი შეუდგებით მუშაობას.